ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქვედაბახვის საჯარო სკოლაში ამერიკელმა ბიზნესმენმა სპორტული დარბაზი გახსნა. ქვედაბახვის საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზის გახსნა საქართველოში კალიფორნიის საპატიო კონსული გავლენიანი ბიზნესმენი ფრენკ პოლიგრანკი დაისწრო. ამერიკისა და საქართველოს მეგობრობის ნიშნად ეროვნული ჰიმნების ფონზე დროშები აღიმართა. დღის შემდეგ სტუმრებმა მასპინძლებთან ერთად სპორტულ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც წითელი ლენტი გაიჭრა. ბიზნესმენს ფრენკ პოლიგრანკს გურია მას შემდეგ შეუყვარდა, რაც ნუგზარ ნაკაიძის ოჯახს დაუახლოვდა. გურიაში რამდენიმე წლიანი სტუმრობის და ნუგზარ ნაკაიძის შვილებზე მამობრივი ზრუნვის შემდეგ ბიზნესმენმა სიყვარულის ნიშნით ქვედაბახვის საჯარო სკოლის ბავშვებისთვის სპორტული დარბაზის აშენება გადაწყვიტა. ფარში პირველი ბურთი თავად ინვესტორმა ჩააგდო. სკოლას საჩუქრად ამერიკაში მოთამაშე ცნობილი ქართველი კალათბურთელის ზაზა ფაჩულია სპორტული ფორმა გადაეცა. დარბაზის განახლების გარდა მეცენატმა მოსწავლეებისთვის ახალი მერხები შეიძინა. გარემონტა შენობის სახურავი და ახალი ფანჯრებით ჩაისვა. ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი ნაციონალურმა ცეკვებმა, ქართულ საკრავებზე შესრულებულმა სიმღერებმა და ამერიკელი მოხალისის მიერ მომზადებულმა უცხოურმა სიმღერამ შესძინა. ჩვენი ოჯახი არის დაკავშირებული ჩემი შვილები ფრენკ რენკის ოჯახთან. ეს არის დიდი პატრიოტი საქართველოსი დიდად შეყვარებული ადამიანი და შესაბამისად ბევრჯერ არის გურიაში ნამყოფი, განსაკუთრებით აქ ქვედაბახვის ჩვენ სოფელში. ყოველ წელიწად თითქმის როცა ჩამოდის. მან გამოთქვა სურვილი რომ დახმარებოდა სკოლას. აქედან გამომდინარე გამოყო საკმაოდ თანხები და გაკეთდა ეს სპორტული დარბაზი, რომელიც არ იყო. ძალიან მიხარია რომ დღეს ასეთი ფაქტის მომსწრე ვართ. შესანიშნავი სპორტ დარბაზი გაიხსნა ქვედაბახვის საჯარო სკოლაში. და ეს არის ამერიკელი ბიზნესმენის ფრენკ რენკის დამსახურება. დიდი მადლობა მას. იმედია გაგრძელდება ეს თანამშრომლობა და კიდევ უფრო უკეთესი იერსახით დაგხვდებათ ქვედაბახვი მომავალ სასწავლო წელს. ჩემი აქ ჩამოსვლის მიზეზი სიყვარულია. მე და ჩემმა ოჯახმა სერიოზული დახმარების გაწევა დავიწყეთ და სიყვარული როგორც საჩუქარი იგივე სულისკვეთებით დამებრუნდა, რა სულისკვეთებითაც მე ვაკეთებ ამ საქმეს. როდესაც აქ ჩამოვდივარ, უდიდეს სითბოსა და სიყვარულს გრძნობ. ხედავ რა მოცინარ და მომღერალ ბავშვებს, ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. საქართველოში ძალიან ლამაზი ქალაქები გაქვთ. ხალხი განსაკუთრებულად თბილი, უშუალო და მოსიყვარულეა. მე შეყვარებული ვარ თქვენს ქვეყანაზე. ეს ფანტასტიკურია. რაც შეეხება ფრენკს, ის ცნობილი ბიზნესმენია, როგორც ამერიკაში, ასევე კალიფორნიაში და მან საშუალება მოგვცა გაგვეზიარებინა ეს ლამაზი წუთები. ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი.